მოგესალმებით. GitHub-ზე რეგისტრაცია გავლილი გაქვს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ GitHub-ის პასპორტს კონტროლს ასე ადვილად გადავახავთ. ამისთვის საჭიროა ჯერ Git-ის დაინსტალირება კომპიუტერში, რომლის დეტალური ვიდეოც ჩვენმა მენტორმა დადო და მის ლინკს აუცილებლად დავუხთავ ვიდეოს განმარტებებს და საჭიროა Git-ის კონფიგურაცია ჩვენს კომპიუტერში. ტერმინალის დახმარებით მოდი გავაფორმოთ ჩვენი Git-ის პასპორტი. ამის გარეშე Git-ი უბრალოდ არ მოგცემს მუშაობის უფლებას და მუდმივად შეგვეკითხება ვინ ხარო. პირველ რიგში გავხსნათ ტერმინალი და დავწერთ git-version. თუ ნომრები გამოჩნდა, ესე იგი Git-ი ცოცხალია და წინა ვიდეოს ინსტრუქციებს სწორად მიღებით. ეხლა უნდა უთხრათ ვინ ვართ. ვწერთ ბრძანებას git config-global user-name და ბუჩქალებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და გვარი. დააჭირეთ Enter-ს. შემდეგი ნაბიჯი ყველაზე მნიშვნელოვანია. ვწერთ git config-global user-email და ბუჩქალებში ჩაწერეთ ზუსტად ის მეილი, რითაც GitHub-ზე დარეგისტრირდით. რირდით, დაიმახსოვრეთ. სხვანაირად GitHub-ი თქვენს ნაშრომს არ აღიარებს. და ბოლოს, მოდი შევცვალოთ მთავარი ბრენჩის სახელი, რათა თანამედროვე სტანდარტებს არ ჩამოვრჩეთ. ვწერთ git config-global init-default branch main. მოდი შევამოწმოთ რა გამოგვივიდა. ვწერთ git config-list. თუ სიაში ხედავთ თქვენს სახელს და მეილს, გილოცავთ. თქვენი საბუთები წესრიგშია და მზად ხართ საზღვარი გადაგვეთოთ დეველოპმენტის სამყაროსკენ. დღეისათვის სულ ესაა. წარმატებებს გისურვებთ.